მე მაქვს უფლება რომ აქ ავაშენო და ამ დროს აშენებს იქ, სადაც ყდება. სანამ ჩვენ ხელისუფლებებს ვინც არ უნდა იყოს სათავეში, აძლევთ იმის უფლებას, რომ ასე ითამაშონ ჩვენი სიცოცხლე. აი როგორ ჩოვში ითამაშოს. მანამდე ჩვენ მუდმივად ვიქნებით აი ამ საფრთხეების წინაშე. თევდორაკი მაგალითად ჩამოდიოდა 100 წელიწადში ერთხელ, 2014-დან დაიწყო 2 წელიწადში ერთხელ ჩამოსვლა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამარო მოუხშირ, ესე იგი იქაც გაჩნდება, იქაც გაჩნდება, იქაც გაჩნდება. ძალიან ბევრი სოფელი აღმოჩნდება რთული სიტუაციის წინაშე და მანდაც პასუხები არ აქვს. არ ვიცით სად ავაშენოთ, არ ვიცით სად გვემუქრება ზღვავი, არ ვიცით სად უნდა გავაკეთოთ სინამდვილეში გზა, არ ვიცით სად რომელი კურორტი უნდა გამოვვითარო და ის ტრასა როგორ უნდა სად უნდა გაიყვანო. შენ თუ არა გაქვს შეგრძნება, რომ პატარა ერი ხარ, მაგარი ხარ, მაგრამ შეიძლება შენი უჭკუობის გამო, მოუმზადებლობის გამო, უბრალოდ გაქრე. ეს ნიშნავს, რომ შენ ხარ უბრალოდ მავნებელი. ეს არის საქმე პოლიტიკოსების და ეს არის საქმე ელიტების, რომ ეს საკითხები მოაგვაროს. კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია უკვე ჯერ კიდევ 80-იანების, მაგრამ ეხა უკვე მიყვა გახშირება ისეთი პროცესების, რომლებიც 1000 წლეულები არ ხდებოდა. ისტორიული სოფლები დაინგრა. იქ ჩამოვა აწი რაღაცა, რაც აქამდე არ ჩამოდიოდა. ეს დოკუმენტების სიცოცხლის დაგეგმა, ეს ყველაფერი არის სახელმწიფოს კონსტიტუცია. ისი განვითარების ამის გარეშე მოქმედება არ შეიძლება.